პირველად იყო სიმღერა. სიმღერა ეს არის უტრირებული სუნთქვა. სიმღერა არის მოწესრიგებული ყვირილი. არასწორი სიმღერის გამო ხდება დაზიანება თვითონ იოგების სუნთქვიდან ყვირილამდე. ბავშვები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციას, ხშირად ბაღში თუ შემდგომ დაწყებით კლასებში უწევთ ყვირილი. რა ტიპის ფსიქოლოგიური დარღვევები, პრობლემები, შფოთვები, დეპრესია შეგხვედრიათ იმის გამო, რომ ხმამ უღალატა. კონცერტი აქვს, დარბაზი გაივსო და ის მირეკავს, რომ ხმა არ მაქვს. სოლო კონცერტის წინ აუცილებლად მეწყება ხმაზე პრობლემა. რამდენად აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის დაუშვათ მომღერალთან გვაქვს საქმე, ან რა ტიპის პაციენტთან გვაქვს საქმე? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის შინაგან მდგომარეობას, რომელიც აუცილებლად აისახება ხმაზე. ემოციები, მედიცინა და ხელოვნება. ხელოვნებისა და მედიცინის კავშირი გაცილებით ღრმა არის, ვიდრე შეხედვით ჩანს. ეს არის მედიცინა და ხელოვნება ერთად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას და ადამიანის განწყობაზე მუსიკა ყველაზე მეტად მოქმედებს. საუკეთესო განწყობით ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე. როიალის ქვეშ მინდოდა შესვლა დაძინება. ბორდო პოვარი ყოფილა თეთრი ხალათი და ნახეთ, სამედიცინო სადღესასწაულო ვარიაციები თემაზე სიმღერა. მედიდეა, ტელეკომპანია პულსის საახალწლო ეთერში.